ყვარელში თემატური ბანაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მასპინძლობს. მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და სხვადასხვა უწყების მინისტრები შეხვდნენ. მომხსენებლებმა ისაუბრეს დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მრჩეველთა საბჭოების როლსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში მათი აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სახელმწიფო სერვისებს, რომელთაც ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ახალგაზრდობის სააგენტოს თავაზობენ. დღეს ვიმყოფებოდი ყვარელში, სადაც გაიმართა ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიება. შევხვდით დევნილ ახალგაზრდებს, სადაც ვისაუბრეთ სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემატიკაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მათი დაინტერესებას, ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, აფხაზეთის მთავრობისთვის და პირველ რიგში მადლობა მინდა გადაუხადო ახალგაზრდობის სააგენტოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი შეხვედრები, მსგავსი დისკუსიები, რა თქმა უნდა, არის მიმართული ჩვენი დევნილი საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მიმართ. ახალგაზრდობის სააგენტომ ყვარელში თემატურ ბანაკში უმასპინძლა აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს. ბანაკის მიზანია დიალოგის პლატფორმის შექმნა, ახალგაზრდებში მათთვის ძალიან საჭირო კომპეტენციების განვითარება და მათი უნარჩვევების გაძლიერება. ახალგაზრდებს ბანაკში აქვთ შესაძლებლობა ჩაერთონ მრავალფეროვან სპორტულ და კულტურულ აქტივობებში და რაც მთავარია, მიიღონ ინფორმაცია მათთვის ძალიან საინტერესო თემატურ მიმართულებებზე. ვიმყოფებით ყვარელში ახალგაზრდულ თემატურ ბანაკში, რომელიც წარმატებით ჩატარდა. გვესტუმრნენ ასევე მინისტრები და მთავრობის წარმომადგენლები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან და აგრეთვე ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები. ძალიან საინტერესო შეკითხვები დაისვა, ძალიან საინტერესო ინიციატივები გაჟღერდა და ესეთი ბანაკები აუცილებელი არის და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა გავიცნოთ ერთმანეთი მათ შორის აფხაზეთი.